ამ ბოლო პერიოდში უკვე 3-4 წელი უკვე მივყვებით მზესუმზირის მოყვანის ტექნოლოგიებს. მცენარეებში ესეთი კეთილშობილი მცენარე ჩვენ ვიცით, რომ ეს მზესუმზირა. მზესუმზირა როგორც ქართული სახელწოდება გვეუბნება მზის მოყვარული მცენარეა. და თქვენ წარმოვიდგინეთ მცენარეებში ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია რომ მზის გადაადგილებას მიაყოლოს თავისი თავი. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მოგვეყვანა ეკოლოგიურად სუფთა მზესუმზირა. ამისთან თქვენ ნახავთ რომ ამ ჩვენ ფართობში გვაქვს ასევე ფუტკრისკები, რომლებიც გვეხმარება ჩვენ მზესუმზირის დამტვერიანებაში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ყველაფერი ქონდეს შედარებით ბუნებრივი, ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მოსახლეობაში. ფაქტობრივად, როდესაც ჩვენი მზესუმზირა ყავს ძალიან დიდი ვიზიტორები, როგორც ქალაქიდან, ასევე უცხოელები მოდიან, აკვირდებიან და ერთ-ერთი უნიკალური თვისება ის აქვს მზესუმზირას, რომ ყვავილის პროცესში აქვს განსაკუთრებით სასიამოვნო სურნელი. როგორც ასე ვიზუალური თვითონ ლამაზია მზესუმზირა მოგეხსენებათ, ასევე აქვს ძალიან არომატი, სპეციფიური, რომელიც როგორც სასუნთქ ორგანოს უხდება ადამიანის ორგანიზმს, ასევე თვითონ ძალიან სასიამოვნო სურნელი გააჩნია და წევს ადამიანის ტონუსს. ხალხი მოდის და სურათებს იღებს, ერთობა, მოყავთ ბავშვები და ჩვენ ამათ თქვა ყოფილი შიდა ქართლში ერთ-ერთი იშვიათი ადგილი, სადაც მზესუმზირები ყვავის. ახლა კახეთის რეგიონი ძირითადად მზესუმზირა იქ მოყავთ. მაგრამ ამ რეგიონში შიდა ქართლში ჩვენ უკვე მე-4-5 წელია მივყვებით მზესუმზირის მოყვანას. და როგორც აღნიშნეთ, რომ შემოსავლითაც არ აუშავს, არ ვიწუნებს, ასევე კიდევ იმის სიტუაცია აქვს, დაბაზების ტბა არის ისტორიული ზონა. აქედან 8 კილომეტრში არის ფეხით გადასასვლელი უფლისციხეში, ისტორიული მხარეა. ჩვენი სტიმულის ეს არის, რომ ზეითად ადამიანის საქმიანობა პირველ რიგში უნდა სიამოვნებას თუ განიჭებდეს შენი პროფესია. მაგრამ შეხედეთ ისეთი სილამაზით გამოიყვება მზესუმზირები, რომ აი ჩვენ ამ ჩემი ტერიტორიიდან 4 კილომეტრში ცხოვრობ და ყოველდღე მინდა რომ ამოვიდე შევხედო, იმიტომ რომ განსაკუთრებულ სტიმულს მაძლევს და სილამაზით თავისებური.